ნეტარებაა, როდესაც მწუხარებისას თავს ვინ უგეშებთ იმით, რომ ის სრუნავს ჩვენზე. ქრისტიანო, ნუ დაამცირებ შენი რწმენის აღსარებას მუდმივად მოღუშული სახით. მოდი მიანდვე შენი ტვირთი შენ სუფალს. ფეხზე ძლივს გახარ იმ სიმძიმის ქვეშ მოქცეული, რომელსაც შენი ზეციერი მამა ვერც კი იგრძნობს. ტვირთი, რომელიც გგონია, რომ ესესაა გაგსრეს, მისთვის სასწორზე არსებული მტვრის ნაწილაკივითაა. არაფერია იმაზე ტკბილი, ვიდრე ვიყო უფლის ხელში და მქონდეს ცოდნა მისი ნების. ო, ტანჯვათა შვილო, იყავი მომთმენი. ღმერთს გვერდი არაუვლია შენთვის თავის ჩანაფიქრში. ველის ფრინველთათვის საზრდოს მიმცემი, შენც მოგცემს ყოველივე აუცილებელს. ნუ მიეცემი სასოწარკვეთილებას. გქონდეს იმედი, ყოველთვის გქონდეს იმედი. აიღე ხელში რწმენის იარაღი ურიცხვის აზრუნავის წინააღმდეგ და შენი წინააღმდეგობა ბოლოს მოუღებს შენს სევდა ნაღველს. არის ის, ვინც სრუნავს შენზე. ის თვალს არ გაშორებს. მისი გული თანაგრძნობით ცემს შენი მწუხარების გამო, ხოლო მისი ყოვლის შემძლე ხელი აუცილებლად დაგეხმარება. ყველაზე პირქუში, საავდრო ღრუბელი მადლით გაწვიმდება. ყველაზე სქელ წვდიათსაც კი დილა ჩაანაცვლებს. ღმერთი, თუ მის ოჯახს ეკუთვნი, თავად შეგიხვევს ჭრილობებს და განკურნავს შენს გატეხილ გულს. ნუ დაეჭვდები მის მადლში შენი მწუხარების გამო. არამედ გწამდეს, რომ შენი გასაჭირის ჟამს მას ისევე ძლიერად უყვარხარ, როგორც შენი ბედნიერების ჟამს. რა მშვიდი და აუღელვებელი იქნებოდა შენი ცხოვრება, თუ ყოვლის მჭრეტელ ღმერთს მისცემდი წინამძღოლობის უფლებას. დოგში არსებული მცირეოდენი ზეთითა და ქოთანში დარჩენილი ერთი მუჭა ფქვილი თელი ამ შიმშილობის პერიოდი გადაიტანა და შენც გადაიტან. თუ ღმერთი ზრუნავს შენზე, თავად რატომღა უნდა იზრუნო? საკუთარ სულზე ზრუნვას ანდობ, მაგრამ არ ანდობ ზრუნვას საკუთარ სხეულზე? მას არასოდეს უთქვამს უარი შენი ტვირთის სიტყვაზე. ის არასოდეს მოხრილა ამ ტვირთის სიმძიმის ქვეშ. გამხნევდი სულო. საკმარისია საზრუნავებზე კუშტი სახით ფიქრი. მოწყალე უფლის ხელებს ჩააბარე ყველა საზრუნავი.